კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის. ესეც ასე, ჩვენც შემოგიერთდით. აბა, ეხლა თქვენგან ველოდებით მეც. ნამდვილად მნიშვნელოვანი და საინტერესო თემით შემოგიერთდით ჩვენც. ქალბატონი მანანა ყოველთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი რჩევებით არის ჩვენთან ერთად და დღეს მოვამზადებთ ზურაშენ კი ახსენე რომ სადილიო, თუმცა ვფიქრობ ასე რომ ვისაუზმოთ ალბათ კიდევ უფრო ჯანმრთელები ვიქნებით და მოგესალმებით ქალბატონ მანანა, უფრო დეტალურად თქვენ მოგვიყევით რას მოვამზადებთ დღეს და რა რისთვის იქნება კონკრეტულად. მე კი აქ უკვე ციციბურის მოხარშვა დავიწყე და ამ ეტაპზე გადავალ. დღეს გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ ჯანსაღის საკვები, ჯანსაღის სადილი, აი ჩვეულებრივი, მარტივი, ესეთი უბრალო, ხო, ანუ ყოველგვარი იმის გარეშე, რომ აი ზოგჯერ თულად ან ძალიან ძვირადღირებული პროდუქტის რომ არ იყოს, ისეთი მარტივი სადილი, იმის მაგალითი როგორ უნდა ისადილო. ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტით დავაკეთეთ. ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტით. ამავე დროს გავითვალისწინეთ, რომ ზოგი არის მარხვაზე, მათთვის როგორი უნდა იყოს და ვინც არ არის მარხვაზე და ამასთანავე ის უნდა შეიცავდეს ცილებს, ნახშირწყლებს, ცილის სახით გვაქვს ქათმის მკერდი და სამარხოს შემთხვევაში ლობიო. სამარხოს შემთხვევაში გვაქვს ლობიო. დიახ. ნახშირწყლები გვაქვს ციციბურა. ეხლა ნახშირწყლები არის ბევრი შეიძლება იყოს პურის ნახშირწყალია, ხო? პურიც კარგია, კი ბატონო. ბრინჯიც. პურსაც გააჩნია. გააჩნია, მაგრამ ეხლა მე კიდევ ვისაუბრებთ ალბათ, მაგრამ მე ვთვლი, რომ ადამიანმა ყველაფერი უნდა ჭამოს და რაც უფრო მრავალფეროვანი, მით უკეთესია. თავარი არის შეფარდება, რამდენს რას შეჭამ. ზომიერება. ხო, ზომიერება და თან შეფარდება. აი აქაც შეფარდებას გაჩვენებთ, რამდენი უნდა იყოს ცილა, რამდენი ბოსტნეული და რამდენი ნახშირწყალი. ანუ ჩვენ ახლა თანაბარდობასაც გავიგებ და თან პროდუქტების ასე ვთქვათ სიუხვეს. ჯანსაღის სადილი რას მოიცავს? ეხლა მე აი ამ დიდ ლანგარს ვხედავ, თვალსუხარია, გულსუხარია, მგონი რომ ჯანმრთელიც ვარ. ეხლა ამას თუ მივირთმევ, მარტო ყურებითაც მგონი რომ ჯანმრთელდები. ეს ყველაფერი თქვენი ჯანსაღის სადილის ნაწილია, ქალბატონ მანანა თუ ისია? ჩემი პირადი გეკითხები. არა, აი დღევანდელი ჩვენი. დღევანდელი დიახ, დღევანდელი იქნება ბოსტნეული, ანუ 3 ინგრედიენტისგან შედგება ჯანსაღის სადილი. ეს არის ცილები, რომელიც არის ან ნებისმიერი ხორცეული, თევზი, ქათმის იქნება თუ საქონლის და ასევე მცენარეული ცილა, ეს არის ლობიო, ნებისმიერი პარკოსნები, აი ეს არის ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი ეს არის ნახშირწყლები, მაგალითად ციციბურას სახით და მესამე ეს არის ბოსტნეული. და მათი ცოცხალი ბოსტნეული უკვე ხა? ცოცხალი ბოსტნეული, დიახ. ცოცხალი ბოსტნეული სალათი. ახლა ჩვენ ეს შევარჩიეთ, მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ეს კომბოსტო თუ რა ვიცი. იქ ხა ცოტა დამარინადებულ რაღაცებსაც ხედავი. ხო, ძალიან თქვენი სადილის ნაწილია და ეს ხო რაღაც პრობიოტიკებია ერთგვარად. თქვენ მოგწონთ მათი რაციონში არსებობა? ეს როგორ ფერმენტირებული ჟავე ძალიან კარგია სასარგებლო, ხო მცირე რაოდენობით. ბევრი არ მოგეწონათ ხო? ბატონო? არ მომეწონებელი არა. ბევრი არა. და სხვაშორის ლობიოს უხდება. და ჟავეს თუ მივადექი, არ ვიცი. ხო, ვიღაცამ უნდა მომაშოროს. აი ყველაფერს ჭირდება ზომიერება. ეხლა ბოსტნეულიც რომ ზომიერად უნდა, აი ცილა და ბოსტნეული კარგია, მაგალითად მე ყავს პაციენტები, რომლებიც მოდიან იმ პრობლემით, რომ სწორედაც რომ ნახშირწყლებს საერთოდ არ მიირთმევენ. და ზედმეტად ესე იგი, ანუ წონის დეფიციტში გადადიან უკვე, ცხიმებს არ მიირთმევენ, ცხიმების აუცილებელია, ეგ დამავიწყდა მე თქვა. ჯანსაღი ცხიმი ამ აუცილებელი, იმიტომ რომ ზეითუნის ზეთის სახით თუ აი ცოტა კარაქიც გჭირდება. ცით რა, ნებისმიერი ცხიმი კარგია და საჭიროა და მცენარეული კარაქიც გჭირდება, ყველაფერი გჭირდება. უბრალოდ მე ვამბობ, აი ესეთ უკიდურესობაში როცა ვარდებიან, მაგალითად მე მყავს ესეთი ხო, პაციენტები, ახლა რა ხდება, ჰორმონები, საერთოდ ქალის ჰორმონები და კაცის ჰორმონებიც, ხო, წარმოიქმნება ცხიმებისგან. ცხიმი არის მთავარი, ესე ვთქვათ, საშენი მასალა და საერთოდ რო არ ღებულობ
ცხიმებს, აი საერთოდ არ ღებულობ, ფაქტიურად ხარ დეფიციტში, უკვე ვერ გამომუშავდება ეს ჰორმონები და შემდეგ მოდიან სხვადასხვა დარღვევებით. ეხლა ქალები ჩემთან მოდიან ძირითადად იმით, რომ menstruatsiya არ აქვს უბრალოდ. აი რა ასაკის ალბათონებს არ აქვს menstruatsiya? menstruatsiya არ აქვს ახალგაზრდა რეპროდუქციულ ასაკში, ხო? ახლა მენოპაუზაში ისიც არ აქვს. მინიმალური რა ყოფილა, რომ აი რაღაცა გაკვირვების საგანი შეიძლება გამختارიყოს, ხო? გაკვირვების საგანი რა მხრივ, აი რომ არ აქვს ციკლი დაუშვათ ასაკთან მიმართებაში. გაკვირვების საგანი არის მათთვის. აი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ რატო არის გაკვირვების საგანი? უმეტეს შემთხვევაში ესეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ აი ძალიან ეს არიან, ძალიან სწორად იკვებებიან. ანუ პირიქით მათ გონიათ, რომ ისე სწორად იკვებებიან, რომ ყველაფერი საათივით უნდა იყოს აწყობილი. ისინი დადიან ფიტნეს კლუბში, ყავთ ინსტრუქტორი, მხოლოდ მისი ესე ვთქვათ, ვითიდებით და რეკომენდაციებით საკვებსაც კი მას უთანხმებენ და ასე შემდეგ და ამიტომ აქვს წარმოდგენა, რომ სწორად იკვებებიან და როდესაც საბოლოო ჯამში ვეუბნები, ნუ ამასაც თავისი ის უნდა როგორ უთხრა ეს რომ ახლა ბევრი ჭამე, ახლა მთელი წლები რომ საერთოდ არ ჭამს, ანუ მეტი უნდა ჭამო. ეს მაგის თქოს საჭობია ხალბატონი. ძალიან მაგარი მოსასმენი. ჭამე და ბევრი ჭარას. მაგრამ იქ უკვე დაჩვეულები არიან ეს. ხალბატონი მანდანა, იცით რა მაინტერესებს? აი სადილის მირთმევის დროს აქვს მნიშვნელობა თანმიმდევრობას? აი რითი ვიწყებ? უფრო უნდა დავნაყრდე ცილით პირველი თუ უფრო უნდა დავნაყრდე პოსტნეულით? თუ ამ ყველაფერთან ერთად უფრო წონის კლებაზე ვსაუბრობთ. აი როგორია, იცით, ყველაფერი ხომ ინდივიდუალურია, მაგრამ თუ წონის კლებაზე ვსაუბრობთ, რაც უმეტესობას ესე ვთქვათ აწუხებს, გვაწუხებს, ხო. ეს არის ის, რომ დაიწყო პოსტნეულით. აი მაგალითად, როდესაც გინდა რომ წონაში დაიკლო, აი რა პრობლემაა, ხო, ზოგჯერ მეც კი მემართება ესეთ რამე, რომ აი ვთქვათ სუფრაზე მიდიხარ ან რაღაცა და ნერვიულო პირველი თავში რაც მოდის რომ აუ ეხლა იქ საჭმელები იქნება ის უნდა ვჭამო და აი ეს სიტუაცია ეხლა რომ დააჯდე არაფერი არ ჭამო ესეც შეუძლებელია გინდა არ გინდა ძალიან ბევრი კალორია გამოდის ამიტომ მე ყოველთვის ვურჩევ რომ როდესაც აი ესე სუფრაზე დაჯდები პირველ რიგში რასაც არავის არ უნდა და არ აკეთებს უნდა დაიწყო პოსტნეულით. ის ახლა მენიშნა ეს ჩვენი ქართული ტრადიციული სუფრის დასაწყისი. ყოველთვის დევს კიტრი, პომიდორი, ფხალეული, მწვანილი და შემდეგ იწყება უკვე აი სხელის ხორცის და ასე შემდეგ. ძემი, ეს ყველაფერი ყოველდღიური აურიეთ ჩვენ და დავალაგოთ ისე. ესე იგი ამ მწვანილეულს შევყვეთ და კიტრს და ჯერ პოსტნეული, ანუ კუჭიც შეივსება, ესე ვთქვათ, რომ მერე ბევრი არ მოგივიდეს და მერე უკვე გააგრძელო კვება. ეხლა თავისთავად ყველა ვიცით, რომ ნახშირწყლებით დიდი რაოდენობით არ ვარგა. იცით რა, სხვათა შორის სულ მაგას ვუყურებ ხოლმე. აი სოციალურ ქსელში, ხო, არის ბევრი ჯგუფები, სადაც საუბრობენ ხო, რჩევას და რაღაცა 18 საათიანი დიეტა, იქ რაღაცა კლება, ესე ცილებით კეტო დიეტა და ასე შემდეგ. და ზოგჯერ ვაწყდები ისეთ პოსტებს, ზოგჯერ კი არა, ყოველ დღე და ძალიან ხშირად. ეს რეკომენდაციის სახით, ხო? აი მაგალითად, ხო, წერენ ესე. შეიძლება ერთი ნაჭერი, ვთქვათ, მჭადი თუ პური, შეიძლება რომ ერთი ხაჭაპური შევჭამო იმის გარეშე და ამის გარეშე და რაღაცა. ანუ აქედან გამომდინარე ხვდები რომ აქ მთავარი არს იმაში კი არა ხაჭაპური. ხაჭაპური შეიძლება შეჭამო, შეიძლება ტორტი შეჭამო, ნამცხრები, მარტო ნამცხვარი და ტორტი ჭამო და ზონაში დაიკლო. როგორ დაიკლებ? უბრალოდ დათვლი კალორიას, ხო, ხინკალი ჭამო მთელი დღე. მაგრამ შეჭამო დღეში ვთქვათ ერთი 3 ხინკალი რომ შეჭამო და მეტი არა ერთი დილაში ერთი შუა დღეს ერთი საღამოს დაიკლებ ზონაში. ანუ კალორიების თანაფარდობა მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია და ამის თვლა რომ რაღაც წილად არ გადავაჭარბოთ. მოდით ესე ვთქვათ რომ წონის დაკლებისთვის კალორიები მნიშვნელოვანია, მაგრამ
თუ შენ წონას დაიკლებ ხინკლით და ნამცხრით, ეს ჯანმრთელობისთვის არ არის საზიანოა, შეიძლება იყოს. ამიტომ უნდა დავიკლოთ ჯანსაღად. აი ცხიმი ახსენეთ თქვენ. ცხიმი ბევრნაირი სახით გვაქვს ჩვენ და მოგვეპოვება. აი ყველაზე ისეთი ნისაღები ჯანმრთელი ჯანსაღი კვებისთვის რა სახის ცხიმია და ჰორმონებისთვის, საფუძველისთვის. კი. მე ვთვლი რომ ყველანაირი ცხიმი. კი ამბობენ რომ ზეითუნის არა რატო ზეითუნიც იყოს მზესუმზირიც. კი, ზეითუნი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ნუ ვიქნებით უკიდურესობაში, რომ რახანის სასარგებლოა მეტი სხვას არ ვაღიარებ, ხო? ყველანაირი იქნება ზესუმზირა, ხო, იმის სიმინდის არსებობს და ყველანაირი ზეთები არსებობს, კარაკი, ხო? კარაქიანი პური რომ მინდა რა ვთქვათ, კარგია? კარგია, აი ესე მეკითხებით როგორც იმაში. კარგია, მე ვარ ხალხი, მე გეკითხებით. კარგია. მე ზოგჯერ კარგია და კიდევ თავარი გვავიწყდება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რომ კარგ ხასიათები იყო, ხო ესეა. ეხლა თუ ყველაფერი ხო, თუ ძალიან შეზღუდე ან მაგალითად არიან რაღაცა წიწი არ მოგწოთ, აი დამისაკუთრეთ რატო არ ვარ კარაქიანი პური, აი არა ვარგა, მე არ მithქვამს როგორ ფილმარცლოვანი და კარაქი 1-20 გრამი. ხო არა, ძალიან კარგია და მშვენიერია და შეიძლება რა პრობლემაა. ანუ ეს არ არის რომ მე ვარღვევ, ეს არის რაღაც ნორმალური კვება დილის. უბრალოდ ბევრ კალორიას შეიცავს და ამიტომ ბევრი, ანუ რაოდენობა უნდა ჭამო. შენი გამოცდილება არაჩვეულებრივია. რა დროს მიირთმევ და რა რაოდენობით. დილას მიირთმევ. ეს ან ორ ნაჭერს, ნუ ნაჭერსად გააჩნია. ხელი ნაჭერია. ლამაზ პატარა აი ესე დიდ ბატონს გადაჭრის ხოლმე შუაზე, შიგნით ჩააფენს და რაც შეეხება ჩვენ სალატს, რა თქმა უნდა, ვხედავ აქ სიფერადეს და სანამ უფრო დავაზუსტებთ, რით იქნება შეკმაზული ჩვენი სალატი, აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ხილბოსტნეული გუდულში არის ქართველი ფერმერებისაგან მოწოდებული, რომელიც მოწმდება გუდვილის ლაბორატორიაში და მხოლოდ შემდეგ ხდება დახლებზე და რა თქმა უნდა არის ყოველდღიურად ახალი, შესაბამისად ასეთი ახალი და ცინცხალი არის დღეს ჩვენს დახლზეც და ქალბატონ მანანა კიტრს, პომიდორს ხედავ, ორი ფერის ბულგარულს ხედავ და სალატის ფოთოლი გვაქვს მწვანილებთან ერთად. რა საკმაზი იქნება, ანუ ეგრეთ წოდებული დრესინგი, соуსი, რა გვექნება, მხოლოდ ზეითუნის. გასაკურელია ზეთი, რამე, თქვა ზეითუნის ზეთი. შეგვიძლია ну მე ესე ახლა 1000-ნაირი საკმაზე შეიძლება მე ვაკეთებ ხოლმე ესე ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, ცოტა მდოგვი, ცოტა წიწაკა, ცოტა მარილი და ცოტა თაფლი კიდე. კი ბატონო. კაი соуსია. და ლობიოს რაც შეეხება? ეხლა ლობიოს რაც შეეხება ჩვეულებრივი ქართული ლობიო. ეხლა 1000-ნაირად შეიძლება დამზადდეს. ესე იგი მე მაქვს ესეთი ეხლა ეს ბოლო პერიოდში გავაკეთე 1-2 მომეწონა რომ აი ხახს ჭრი არა ესე არა აი ესეთნაირად კი ну რაღაც ესეთნაირად ხო ალყა ხო და ამას თუშავ ზეთში ცოტა ზეთში მოვთუშავ ტომატს ვამატებ ეხლა ტომატი თუ არა გვაქვს შეიძლება პომიდორი კანგაცლილი და ცოტა ხანი თუშავ მე ლობიო შიგნით და მოურევ და 5 წუთში 10 წუთში მაგენდილი გამოდა ლობიო გარნირი ალბათ აღარ უნდა ხო ეს ციციბურა უკვე მეტია მას გარნირი აი ხო ქათმის ფილე ლობიო ჩავანაცვლებ სამარხო პერიოდში რასაკურელია ციციბურა არ უხდება ნუ არ უნდა და სხვათა შორის ატი ხო არ მოგეწონებოთ ჩაჭაში აუცილებლად და მანამდე მე დავიწყებ соуსის მომზადებას, მაშინ თქვენი ჩადი მოუხდება. ჩადის ჩიფსების გაიქნებოდა ეს. ასეთი კოპი გვაქვს, რომელიც არის ესეთი გუდვილის ექსკლუზიური ბრენდი და მრავალფეროვანი, სხვათა შორის ძალიან უამრავი არჩევანია, ხშირად ვიყენებ სხვადასხვა პროდუქტებს და ამ შემთხვევაში კოპის დოქს გამოვიყენეთ. აი ეს კარგად რომ აი ეს ხო რა მადლობა დიდი თან ძალიან თურმე ტექნოლოგია ქონია ამასაც თავის
ინებოთ და მაყურებელს უნდა ვუთხრათ, რომ ფუტბოლს აქვს შესანიშნავი სიახლე. 2026 წლის გაზაფხულზე რიგით მე-11 ფილიალი გაიხსნება კრწანისში. ასე რომ ძალიან კულინარიული რუბრიკის სპონსორია Goodwill. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის. აი ასე ჩვენს დავბრუნდით და ახლა შეგიძლიათ გვითხრათ რა ეტაპზე ვართ, რას ჩავდივართ და რაღაც კარგ სრომ ვაკეთებთ ეს ვიცი. ქათმის ფილეს შევწვით. როგორ მოვამზადეთ მარტივად ძალიან. აი შევეცადე ყველაფერი მარტივი ყოფილიყოს. ზოგადად არ მიყვარს რთული საჭმელები და რომ მიცოდეთ საერთოდ ბევრად უფრო ჯანსაღია, რაც უფრო ნატურალურია პროდუქტი. ნატურალურს იმას კი არ გულისხმობ, მაინც და მაინც თქვათ სოფელში ნაყიდს თუ რაღაც ესე გონიათ, არა ნატურალური, ანუ გადაუმუშავებელი. მაგალითად, ხორცი ყოველთვის ჯობია პირდაპირ აი აგერ ფილე, ვიდრე თქვათ გატარებული, თქვათ ძეხვის სახით ან სოსისის სახით და ყოველთვის გავიმეორებ იმას, რომ არ უნდა ვიყოთ უკიდურესობები, ხო, უკიდურესები არაფერთან მიმართებაში, იმიტომ რომ ზოგს გონია რომ რახან ცუდია სოსისი, არასდროს არ უნდა ჭამო. არა. ზოგჯერ ჩვენი განწყობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რას ვჭამთ. ამიტომ ზოგჯერ უნდა მივცეთ თავისუფლება ძეხვით ჭამოთ. აურიო, ცოტა აურიო თქო. ცოტა რაღაცა შეიძლება. აი დაახლოებით რომ წარმოიდგინო, აი 100%-დან 10% შეგიძლიათ ცოტა დაარღვიო რაღაცა. თქვენ თქვით რომ ძალიან მნიშვნელოვანია რა ვჭამთ, მაგრამ აი როცა ვსაუბრობ ჯანსაღ ყველას თითქოს ყველას რაღაცა უგემური ასოციაცია უჩნდება და თან თქვენ თქვით რომ მე ძალიან გემრიელად ვაკეთებ, ოჯახშიო ძალიან უყვართ ჩემი გაკეთებული. და ეხლა რას უკეთებთ აი ამ გემრიელ სადელს, რომელიც არის ძალიან ჯანსაღიც ასევე ის გემოს გასამდიდრებლად ასე ვთქვათ. ფილე შევწვით მხოლოდ შავ პილპილთან და მარილთან ერთად? ხო, მარილი, შავი პილპილი, შეიძლება წითელი პილპილიც, შეგიძლიათ წინასწარ ჩადო ვთქვათ რაღაცას არაჟანში ან ზეთში და ესე მარილად გააკეთო. არაჟანში ჩემ შვილიშვილს უკეთებ სულ არაჟანში, რომ ესეთი რბილი იყოს, არაჟანი არ ბილებს, ხო. და შევწვით ჩვეულებრივად, ჩვენ შევწვით ახლა ძალიან ცოტა ზეთში, მაგრამ შეიძლება გრილზე საერთოდ ზეთის გარეშეა და შეიძლება ციციბურაში არის ცხიმი? ციციბურა მოხარშეთ ცხიმის გარეშე, მაგრამ შეგვიძლია ცხიმი დავამატოთ, შეგვიძლია საერთოდ არ დავამატოთ, იმიტომ რომ შეგვიძლია არ დავამატოთ, იმიტომ რომ ცხიმი იქნება მაგალითად სალატში. თუ მაინც და მაინც გვიყვარს კარაქიანი და რაღაცა, კი ბატონო, ცოტა შეიძლება. აი ციციბურის მოხარშოში ჩემთვის არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი რომ არ გადავხარშოთ. აი ადრე ვიცოდით ხოლმე ეს გადაიფურჩქნებოდა და ეხლა აი როგორც პასტას მაკარონს ვხარშავთ ალდენტეს, სწორედ ასეთი უნდა იყოს ციციბურაც ალდენტეთ მოხარშოს. კი, კარგავს თავის გემოვნურ თვისებებსაც, ზედმეტი მოხარშვითაც და ასევე სასარგებლო რა თქმა უნდა თვისებებსაც კარგავს და თან უფრო გემრიელი არის, აი სიკნატუნე მე მონელებაშიც უფრო ხელს უწყობს, როდესაც ასე ნიკა ამ პროდუქტს შემინიშთოს და ჯერ ხალამე ხოლმე ამ ციციბურას და მე ხარშავად რა ხაობა არც მიჭამია მოხალე. აი ბრინჯივით ამზადებ, თუ ცოტა შეგიძლია ცოტა ზეითუნის ზეთში ან ცოტა კარაქში ჯერ მოხალო და შემდეგ უფრო აი ესეთი მე და ბრინჯსაც ხალავე პირველად ნიკა არ უნდა მითხრა ეგეთი რაღაც. აი ხა რატო არის ხალავ ხოლმე, თუმცა თუ პირდაპირ წყალში ვხარშავ, მაშინ დუღარე წყალს ვამატებ. ცოტა მეორესაც, ანუ ციციბურასაც და ბრინჯსაც, ხო? კი, ცოტა მდუღარე წყალი და ძალიან მალევე წამოდუღდება და მოკლედ მალევე მზად არის. ახლა წავიდეთ ყველაზე რთულ საკითხთან მიმართებაში საუბარზე გადავინაცვლოთ 40 კლიუს. ასაკში რაღაცეები ხდება ქალბატონო მანანა და ეს არავის არ ეპარება თვალსაჩინარიდან. სხეული აგზნობინებს ხოლმე რომ რაღაცები შეიცვალა. რა იცვლება? და როგორ არ შეიცვალოს თუ არის ამის როგორ არ შეიცვალოს დავიწყოთ იმით რომ 25 წლის ასაკიდან ადამიანი აი ძალიან არ გვიყვარს ეს სიტყვა მაგრამ არის რეალობა ხო ბერდება რას სწავლობ ხო დაბერების პროცესი აი 25 ეს არის პიკი თქვენში ეს რეპროდუქციული
რეპროდუქციული უნარების პიკიც არის 25 და იმიტომ ვამბობ, რომ ყოველთვის აი ძალიან გული მწყდება, ეს ბევრი ფაქტორები განაპირობებს ამას, რომ თუ ვთქვათ, აი თუნდაც მე ახლა უკვე 25 წელია ვმუშაობ, დაახლოებით 10-15 წლის წინ, ხო, როცა იწყებდნენ სქესობრივ ცხოვრებას, მაშინვე გეგმავდნენ ბავშვს. აი მაგალითად ოჯახს რო შექმნიდნენ, მაშინვე გეგმავდნენ და ეხლა აი არ ვიცი 90% რომ მოდის თავს ვიცავ, ანუ 1 წელი, 2 წელი, 3, 5 წელი, 10 წელი და ეს ამან გამოიწვია ის რომ გადავადდა რეპროდუქციის ასაკი, ანუ პირველი ორსულობის ასაკი გადავადდა. შეხედეთ რამხელა პრობლემა რო გადავადდა, ანუ გართულ სირთულეებთან არის ეს დაკავშირებული. გასაკურველია, იმიტომ რომ ორგანიზმი უკვე არ არის ისეთი, რაც არ უნდა ჩვენ მოვინდომოთ, ჩვენ დაბერების პროცესს ვერ შევაჩერებთ. და მამაკაცების შემთხვევაში როგორ არის ეს ამბავი? 25 წელი. მამაკაცების შემთხვევაში რა ამბავი? აი რეპროდუქციული რეპროდუქციული? აი მამაკაცებს გაუმართლათ, შეიძლება ესე ვთქვათ, ნახევრად ხუმრობით, იმიტომ რომ მამაკაცის რეპროდუქციული ასაკი უფრო ხანგრძლივია, ბევრად ხანგრძლივია ვიდრე ქალის. ქალის ხანმოკლეა, ძალიან შეზღუდულია. აი ქალი მაგალითად 50 წლის ასაკში კი ხდება, ჩემ პრაქტიკაში ერთი თუ გამახსენდება. არა, ну, ინვიტროს აქ მე არ გულისხმობ, ხო, ინვიტროს არ გულისხმობ ახლა. კი, მოშუშოთ, ხო. ინვიტროს არ გულისხმობ, იმიტომ რომ ინვიტროთი კი ყველა შემთხვევაში თეორიულად თუ რა ვიცი, შეიძლება შვილი ყავდეს, ხო, იქნება დონაცია, სუროგაცია, თავისი თუ შენახული გაქვს, მაგრამ 50 წლის ასაკში შენი კვერს ხუჭრედით გამორიცხულია. თუ შეინახე ადრე, კი ბატონო. ну ეს სხვა თემაა. და მამაკაცის შემთხვევაში? მამაკაცის შემთხვევაში რა ხდება? მამაკაცის თუ ქალი იბადება კვერცხუჭედების გარკვეული რაოდენობით, რომელსაც ხარჯავს და სადღაც 40 წლისთვის უკვე ცოტაა და 45-50 წლის ფაქტიურად აღარა, მამაკაცი არ იბადება ის იმგენით სპერმატოზოიდებით, ის იწყებს, მისი სათესლე ჯირკვლები იწყებენ მის გამომუშავებას, წარმოქმნას, სადღაც სქესობრივი მომწიფებიდან, პერიოდიდან. და თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში ხდება სპერმატოზოიდების წარმოქმნა. რასაკვირველია 40-ის შემდეგ ის ნელ-ნელა მცირდება, ეხლა ვთქვათ ისე არ არის 25 და 40. ნელ-ნელა მცირდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც მიდის და თქვენ წარმოიდგინეთ 70-80 წლის კაცსაც სპერმატოზოიდი შეიძლება ყოს. ოჰო. კარგი, მაშინ ახლა გავაკეთოთ ესეთი რომ რაღაცნაირად ეს ჩვენი რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ჩვენი დღევანდელი საკვები დაუკავშიროთ ერთმანეთს. რა როლს თამაშობს ზოგადად კვება რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში და რა არის ის ელემენტები? არა მხოლოდ წონის კლებაშიც, წონის კლება და ეს ფორმაში ყოფნა ხო რეალურად კავშირშია შემდეგ ამ ყოველივესთან. ახლა ნახე 40 წლის ასაკში, ну პლუს მინუს იქ რაღაც რამდენიმე წელი სერიოზულად იცვლება სასწორზე წონა ქალის შემთხვევაში. არის 2-3 კილო, რომელსაც ან ვერაფრით ვერ იკლებ, ან არის კიდევ უფრო მეტი რაღაცა ჭარბწონიანობა, რომელიც თითქოს იგივენაირად ცხოვრობ, იგივენაირად იკვებები, მაგრამ ყველაფერი ხო. აბა დავუშვათ 15 წლის ასაკში რო ქონდა წონა, ხო ვერასდროს ვერ დაბრუნდებოდით, რომ ვიმშობიარეთ შემდეგ წონაში, რაც უნდა კარგ ფორმაში ყოფილიყავით. დაახლოებით ასეთი ტრანზიცია ხო არ არის აქაც 40+, რომ თითქოს რაღაცა ძვლის მასა იცვლება, თუ აი რა თუ ხიმის მასა იცვლება, რაც ავტომატურად აისახება სასწორზე, რაც ლიკამ თქვა და უბრალოდ მე აღარ ბრუნდება. ის უნდა შევეგუოთ. ანუ ვერ უნდა შევეგუოთ, ალბათ არის რაღაცა ხერხები, რითიც უნდა ვებრძოლოთ ამ ამბავს და ამიტომ მაინტერესებს აი კონკრეტულად. რაღაცებს უნდა შევეგუოთ. ეს აუცილებლად გჭირდება, მაგრამ 40 წლის, ну ეს ისე გვაქვს პირობითად აღებული 35+ შეგვიძლია ვთქვათ 40+ დაახლოებით ყველა შეგვიჩნევია რომ ჭამ ისე ვისე ბევრი მეუბნება, მაგრამ რატომღაც ვიმატებ წონაში. ან
ვარ ეგრეთ წოდებულ დიეტაზე, მაგრამ ვერ ვიკლებ წონაში. რატო? იმიტომ რომ ხდება ბევრი ცვლილება. დავიწყოთ იქედან, რომ ქალებში საკვერცხები უკვე ისეთი აქტიური აღარ არის, ანუ რეპროდუქციული ფუნქცია ნელ-ნელა ქრება. ამიტომ არ გამოიყოფა იმ რაოდენობის ქალის ძირითადი ჰორმონი ესტროგენი. სხვათა შორის ტესტოსტერონიც აქვს ქალს მცირე რაოდენობით, ისიც იკლებს და ისიც იკლებს და ისიც მონაწილეობს ამ პროცესში. როდესაც ესტროგენი მცირდება, სხვათა შორის ესტროგენს ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს, მათ შორის ცხიმის გადანაწილების. და როცა ესტროგენი ნაკლებია, აი ეს ცხიმის გადანაწილებაც სხვანაირად ხდება. იმიტომაც არა რომ გაძნელებულია. ხო, დავამატოთ ხელოვნურად ეს ესტროგენი. შეიძლება დავამატოთ, ეს ცალკე თემაა. კიდე ესტროგენ შენაცვლებითი თერაპია, რაც არაჩვეულებრივია ამ შემთხვევაში, რასაკვირველია დაბერების პროცესს ვერ შეანელებ, ვერ გააჩერებ, მაგრამ შეანელებ, შეიძლება. ამაზე მერე ვისაუბროთ. ხო ხედავ. მაგრამ ეხლა მაგრამ ეს ესტროგენები სადმე აქ შეიძლება რომ ვიპოვოთ აი ამ პროდუქტებში? კვებაში? კი, შეიძლება და მაგას ეხლავე გეტყვით. კაცებიც ხო გაინტერესებთ? კაცებში რა ხდება? კაცებში ტესტოსტერონი იკლებს. ტესტოსტერონი ნელა იკლებს. მაგალითად 30 წლის ასაკიდან ყოველ 10 წელიწადში დაახლოებით 2%-ით დაბლა მიდის ტესტოსტერონი. ტესტოსტერონი მონაწილეობს მადის რეგულაციაში, მონაწილეობს კუნთის მასის, იცით ხო? ტესტოსტერონებს რო სვამე რო კუნთი რო კონდეთ ამ ფიტნეს რაღაცებში, რაც ცუდია სხვადასხვა. ხო, ანუ ტესტოსტერონი კუნთის მასის ჩამოყალიბებაში და მის დაში მონაწილეობს. ნუ ენერგიულობა, განწყობა, ბევრ რამეს და ცხიმის გადანაწილება. მადის რეგულაცია ვთქვი, ხო? ტესტოსტერონი რო იკლებს, იქ მადაც იცვლება, კუნთი მცირდება მამაკაცებში და ცხიმი ნაწილდება სხვანაირად, ანუ შენი ესე ვთქვათ, კონფიგურაცია ისე არ მოგწონს როგორც უფრო ადრე, მაგრამ ეს ნელ-ნელა მამაკაცებშიც არის ეს პროცესი. ქალებში ესტროგენი ნაკლებია. ისევ ცხიმის გადანაწილება არასწორია, ინსულინ რეზისტენტობა. ამოვიდა თეძო. ორივეში ახლა ორივე ქალი კაცი. ანუ ორივე ყავით ხო თქვენზე არ მაქვს. ხო, პირობითად. მაგრამ ვერ მოგართვით, აქ ბაბაკაცები მიყურებენ და. კარგი, თავდამანა აი ზურამ რა კითხვას დასვა იმას დაუბრუნდეთ რა პროდუქტებით შეიძლება იგივე ესტროგენის ან ტესტოსტერონის დამატება. რას მივეძალოთ? თქვენ იცით რომ მაგალითად იაპონელ ქალებთან მენოპაუზა დგება ცოტა უფრო გვიან და ბევრად უფრო იშვიათად განიცდიან იმ საშინელ სიმპტომებს, რომელიც გვაქვს მაგალითად ჩვენ ან ევროპელ ქალებს. აი ეს ალების შეხურებები, აი ეს ოფლიანობა, იცით ხო გაგიგიათ ეს საშინელი. რატომ? იმიტომ რომ მათი ტრადიცია, კვების ჩვევები არის განსხვავებული ჩვენგან. ჩვევებს არ ვიტყოდი, ჩვევებიც ალბათ ხო ნაკლებს ჭამენ. მაგრამ პროდუქტები, ისინი ჭამენ ზღვის პროდუქტებს. და სოიო ძალიან ესე თქვა პოპულარულია. სოიო, ზღვის პროდუქტები, ეს არის, ესენი შეიცავენ ბუნებრივ ესტროგენებს, განსაკუთრებით სოიო. ეხლა ხო, სოიო. და აქედან გამომდინარე გვიან დგება და ისე მწვავეთ არ განიცდიან თორემ მენოპაუზა არის რამე ესეთი პროდუქტი რომ მოვასხა ციციბურას რა მოხდება ზღვის ზღვის პროდუქტები არის ძალიან მდიდარი დღეს ჩვენ არ გვაქვს აქ ზღვის პროდუქტი ძალიან კარგია იმას რასაც ჩვენ დღეს ვამზადებთ ეს ის პროდუქტებია რომელიც ყველა ასაკისთვის კარგია. გვაქვს ხოლმე ჩვენც აქ ზღვის პროდუქტებიც, მაგრამ აი ზღვის პროდუქტები მაგალითად გაყინულ მდგომარეობაში ჩვენ ახლა არ გვაქვს ის ფუფუნება, რომ რაღაც ახალ დაჭერილი მაინც და მაინც წავიღოთ სახლში და მოვამზადოთ და გაყინული რა პრობლემაა, რასაკვირველია გაყინული. და რამდენჯერ უნდა მივიღოთ საკვები დღეში? აქ აი ამ შემთხვევაშიც ესე 4ჯერ არის რეკომენდირებული, იმიტომ რომ მართლა ხშირად ვისმენთ, რომ რაღაცნაირად აი საათობრივად ყვება. მოდით ვთქვათ, რომ ყველას ორგანიზმი არის ინდივიდუალური. მე ვიცი ადამიანები, რომლებიც დღეში 2ჯერ იკვებებიან და ძალიან ჯანსაღები არიან. იმას თავისი
ეხლა შორსჭამობას რაღაც შემუშავებული. სხვანაირი ხო რუტინა აქვს, იქ შეიძლება შუალედში მაგალითად ხილს ჭამდეს და იმას არ თვლიდეს, რომ ეს საკვებია. დავიმახსოვროთ ერთი რამე, რომ ხილი, ვაშლი, ბანანი თუ ის ძალიან კარგია და საჭიროა ყოველდღიურად, მაგრამ ესეც კვებაა. აი, ყველაზე დიდი შეცდომა რა არის, რომ მეუბნებიან დღეში ერთხელ ჭამ მარტო. ანუ მარტო დილას საღამოს, მთელი დღე შეერივარ და რატო ვიმატებ? დანარჩენს იცმუცნებიან, ან ხილს ჭამენ, ან მაგალითად ართულია, რომ ღამით ძილის წინ ხილს ჭამენ. ბევრს ეს ხო ტკბილია და შაქარია და ეს ამისგან იმატებ წონაში. რომელ საათამდე არის რეკომენდირებული ხილის მიღება? ხილის მიღება, საერთოდ ხილი ჯობია ჭამო დღის პირველ ნახევარში. მე ვურჩევდი ესე, რომ ხილი ჭამო ან დილით, ახლა მე პირადად როგორ ვაკეთებ ხოლმე ვიტყვი, მაგრამ კარგია, ყოველდღე არ ახლა, ყოველდღე მოგბეზდება ყველაფერი ადამიანს, ზოგჯერ კარაქიანი პური და თიკას არ მოგეზრდება კარაქიანი პურით შეიძლება, მაგრამ აი ზოგჯერ მაგალითად სმუზი, ხილის სმუზი, რომელიც შეგიძლია დალიო. აი მაგალითად ზოგიერთი გააკეთებს სმუზს, ხილის სმუზს, დალევს, მიიღებს და თვლის, რომ ეს არ არის საჭმელი, ეს საკვებია. დაახლოებით 250 კალორია, როგორც არაფერი, ხო? ამიტომ ეს სმუზი, ან უბრალოდ ხილი, ხო? უნდა მივიღოთ რაღაცა ყველაფერი არის. ეს არის ერთი კვება. აი ეს შეგიძლია მიიღო დილას ან მეორე კვებაში. ესე თუ მოვდგებით, დღეში ალბათ დაახლოებით 9-ჯერ იკვებები. მეტი თუ არა. 4-ჯერ, 5-ჯერად შეიძლება იკვებო დღეში. 4-ჯერ, 5-ჯერ. თქვენ თქვით, რომ ამ ბოლო დროს ყველაზე მეტად შედეგი მომცა კალორიების დაცვა. მოგოდი პირადი მაგალითი იყო, მართალი ეთერის გარეთ იყო, მაგრამ რადგან ესეთი კარგი შედეგი აქვს, ანუ მართლაც შედეგიანია. ეს ცოტა მგონი რომ ეს მათემატიკა აი დამღლელია. გასაკვირველია, მე მაგალითად ძალიან მიჭირს წონის შენარჩუნება. ეხლა რო გითხრათ ესე ყვები და თითქოს და ვასწავლის ხვებს, მაგრამ მე ჩემთვისაც ეს დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ მიყვარს გემრიელი ჭამა, გურმანი ვარ, მე თვითონ კარგად ვაკეთებ საჭმელს და ამიტომ ვცდილობ, რომ სახლში როცა მოვალ სამზარეულოსკენ არ გავიხდან, მეც ჩემი პრობლემები მაქვს, გასაკვირველია. ეხლა თქვა რომ ეხლა რას ვაკეთებ? ეხლა კალორიებს ვითვლი. და რამდენი მე კალორია ვიცი რომ რადგან მე დაახლოებით იცით რა არის ინდივიდუალურია. თუ გააჩნია წონა რამდენი გაქვს, სიმაღლე რამდენი გაქვს, რამდენად აქტიური ხარ დღის განმავლობაში, არსებობს სპეციალური ფორმულები, ეხლა ზეპირად რომ თქვა ასე რა. თქვენ რამ გეკუთვნით ახლა? აი მე მაგალითად მეკუთვნით იმისათვის რომ ნელა-ნელა, იმიტომ ცოტა მინდა დავიკლო, ეხლა 3-4 კილო. 3 კილო უკვე დავიკელე. ხო. მეკუთვნის სადღაც 1300-1400 კალორია. და ეს კლებაში წაიყვანთ ნელა 7 და უკიდურეს. და თან იმ კალორიების დაცვლაში რაღაცა ფსიქოლოგიურად ეს მოქმედებს, რომ ვითვლი და მე რომ ვიცი აი დღეს დამჭა 200 კალორია, აი 200 კალორია, ანუ ეს ფიქრიც კი რაღაცა თერაპიასავით არის. ანუ შესაბამისი კალორია უნდა მიიღო თუ ოდნავი დეფიციტია საჭირო? იცით როგორ არის? არსებობს კალორიების რაოდენობა, რომელსაც შენ მიიღებ შენი ასაკიდან, წონა, სიმაღლე და აქტიურობიდან გამომდინარე და რომელზედაც არც მოიმატებ და არც დაიკრიბ. არის და ეს არის ინდივიდუალური. აი ეს სპეციალური ფორმულა, ეს ექიმ შეუძლია გამოგითვალოს. თუ ოდნავ დააკლებ, ხო, 200-300 კალორიას, უკვე წახვალ კლებაში. 500 კალორიას დააკლებ, ძალიან სწრაფ კლებაში. სწრაფ კლებას არავის არ ურჩევ. კულინარიული რუბრიკის სპონსორია Goodwill. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის. ესე იგი, რა ბედი ეწევა სადილს, რომელიც მოგვიბრძანს, ამას გაჩვენებ ძალიან მალე. როდესაც დავტარდება. სიკაშკაში არის ნამდვილად ჩვენ სამზარეულოში. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ, რომ ქალბატონი მანამ გალობლიშვილი გახლავთ ჩვენთან სტუმრად, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა თავისი მნიშვნელოვანი და სასარგებლო რჩევებით ჩვენთვის. და დღეს მოვამზადეთ ესე ვთქვათ, ესეთი ჯანსაღი თეფში, როგორ უნდა გამოიყურებოდეს
ჩვენი კვება ვახშამი უпростоრად ამ შემთხვევაში და გავაკეთეთ სხვადასხვა კერძები ქალბატონი მანანას რეცეპტებით. აქ მე ერთადერთი იზღა დამრჩენია, რომ соуси მოვასხა სალატს, რომელშიც გამოვიყენეთ დიჟონური მდოგვი, გამოვიყენეთ ზეითუნის ზეთი, თაფლი, ლიმონი და ცოტა მარილი და პილპილი დავამატეთ და ეს არის და ეს და დანარჩენი უკვე თქვენ დეტალურად მოგვიყევით თუ შეიძლება ჩვენი სადილის ეს არის ჯანსაღი სადილის მაგალითი და არა მხოლოდ 40+. ნებისმიერ ასაკში ეს არის იდეალური სადილი, რომელიც შეგიძლია ყოველდღე ჭამოს. პრინციპში საუზმედაც ჩვენი მაგრამ რა ვიცი. შენთვის ის რა. ეხლა შეხედეთ, სწორად უნდა გაიგოთ, რომ დიდი ულუფაა საკმაოდ, აი ხო, აი თვალსაც ახარებს, მაგრამ სილამაზე. ეხლა რა ხდება? მოვერევიო იტყო და თავარი პრინციპი რაში მდგომარეობს. მე კი არ ვამბობ ზუსტად ესე უნდა გააკეთო, ზუსტად ესე უნდა ჭამო, არამედ თავარი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ შეხედეთ, თეფშის ნახევარი, 1/2 არის ბოსტნეული, ცოცხალი ბოსტნეული, შეზავებული, ზოგს უნდა მოთუშული, კი ბატონო. თუ როგორც უნდა შეზავებული მარილი წიწაკა არა უსწრებია, უმარილო და რაღაც, ანუ გემრიელი უნდა იყოს, სიამოვნება უნდა მივიღოთ. და 1/4 არის წიწიბურა და 1/4 არის ცილა, ანუ ნახშირწყლებია 1/4, ცილა არის 1/4. და ბოჭკო აქ რო იყოს თევზი, ბრინჯი, კი, ბატონო. აქ რო იყოს რაღაც წითელი ხორცი და რაღაც სხვანაირი პურპურინიკა, კუსკუსი, მუსკუსი, რაღაცა მიხინათესავები, შესაძლებელია, ხო? რასაკურველია, ეს შეგვიძლია შევცვალოთ, ანუ მთავარია პრინციპი დავიმახსოვროთ, რომ ნახევარი ბოსტნეული გვაქვს, უფრო ცოცხალი ჯობია, მე-4 აი ეს ორი კრიტერიია. მოამბერელი, კაი, ჯამარი კაკა. საათის მიხედვით რომ გავყოთ ჩვენი თებში, პირველ 12-დან 6 საათამდე უნდა იყოს სალათი. 12-დან 6. შემდეგ 6-დან 9 საათამდე უნდა იყოს ცილა და 9-დან 12-მდე უნდა იყოს ბოსტნეული. ნახშირწყლები. ანუ ეს 6 საათამდე უნდა მივიდო. ლიკამჭადი ჩაამატა. და ეს ლიკამჭადი ჩაამატა. ასეთი რაოდენობა არა შეაცურა. ჭადი არის ითვლება აქ და მაინტერესებს აი ასეთი ულუფა, რომელიც არის მართლაც ხა თიკამ როგორც აღნიშნა საკმაოდ დიდი, ერთხელ შეიძლება თუ სხვა კვებებიც შესაძლებელია, საუზმეც შესაძლებელია, რომ აი ამ მოცულობის იყოს, თუ ბოსტნეული იქნება ამდენი და კვერცხი ნაკლების სიტყვაზე. ბოსტნეული ამდენი და რა ნაკლები? და კვერცხი იყოს, როგორც აქ. კვერცხი ნაკლები, ხო? ეხლა რა არის? ეს არის მათთვის, ვინც მარხვაზეა, ხო? ან ვისაც არ უნდა ხორცი, ეს არის ასევე იდეალური სადი. ცილოვანი პროდუქტია ჩანაცვლებული. კი, ახლა კვერცხი, თქვათ, კი ბატონო, თუ საუზმეზეა ის ბოსტნეული იყოს ნაკლები. არა, აი თუ ასე გადავიტანთ, აი ამ პრინციპს საუზმეზეც მისაღებია, რომ ეს რაოდენობა იყოს სალათი და აქვე შეიძლება აბსოლუტურად მისაღებია, უბრალოდ ეხლა დღეში ორჯერ ერთი და იგივეს არ შეჭამ, ხო ეს იმდენად განაყრებს, ხო აი ესეთია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჯობია სადილზე. დილას შედარებით სუბუქი და ადვილად გადასამუშავებელი საჭმელი გჭირდება. მართალია ზოგი დაჩვეულია დილას სადილს, მაგრამ მაინც ხო, უმჯობესია დილას უფრო სუბუქი რამე მივიღოთ. კარაქიანი პური მაგალითად. ხარჩოთი იწყებს. დიდი სიამოვნებით არანაირი პრობლემა. ქალბატონ მანანა, იქიდან გამომდინარე ჩვენ შევწყვეტეთ კალორიებზე საუბარი და თქვენ რადგან უკვე თვალით მიჩვეული გაქვთ, აი ახლა ეს თებში რომ დაგვითვალოთ, რა კალორიას დაახლოებით შეადგენს, რომ გვითხრათ, რომ რადგან 1300-1400-ია ყველაზე მეტი კლების დროსაც შეიძლება საშუალო პროპორციის ადამიანმა მიიღოს, აი ეს ახლა რამდენს ეხლა ზუსტად რომ ავწონო, მე როგორც ვაკეთებ, ეხლა დაახლოებით თვალით გითხარით. თვალით დაახლოებით, აი თვალით თლიანობაში ვიტყვი, რომ შეიძლება ეს იყოს სადღაც 450 კალორია. ერთი ლანგარი. თლიანად. კი, დაახლოებით 450. თუ ეს სამჯერ გავყავით და მეტი ეხლა თუ ზეც, ეხლა კიდე რას ვერ ამჩნევენ, იცით? ეხლა ამას თუ ჩვენ დავამატებთ ზეც, ბევრს აქვს ეთი, უნდა გქონდეს, მაგრამ ბევრზეც აქაც კარაქს, აქ კარგად მოვთუშავთ ზეთში და ცხიმში.
ეს 450-ის მაგივრად გახდება 850. ისე გაურმაგდება. ამას აქვს მნიშვნელობა. თუმცა შეგვიძლია რომ თხილეულობა გამოვიდეს. ხო, აი ეს დიახ. აი ეხლა რაც შეეხება თხილეულობა რა შემთხვევაში განსაკუთრებულად, აქაც შეგვიძლია. რადგან ეს არის სამარხო ულუფა, ხო? აი თქვენ ხედავთ რომ აქ არის ლობიო ხორცის მაგივრად. არაჩვეულებრივი პროდუქტია, რატომღაც ცოტა მივიწყებულივით. ხო, მაგრამ ძიმი არისო, ბევრი ამბობს და აი ცუდად მოსანელებელი კი, მაგრამ ბევრი არ უნდა ჭამო. მის მონელებაში მჟავე კომპოსტო დაგეხმარებათ. კი, ჯერთი რომ ნამდვილად მჟავე კომპოსტო დაგეხმარებათ, თან როდესაც ხარშავ ლობიოს, ხა ჩემ გამოცდილებას გაგანდობთ, ბევრმა დიასახელის მაიცის, მე ვალბობ წყალში, 1-3-5 საათი შეიძლება ღამეც ჩავალბო, დილას გადავასხამ წყალს ამის გაზები ამოვიდეს. ხო, და მე ხარშავ წყალში. ზოგმა იცის ნახარშის გადასხმა. ნახარშის გადასხმა ცოტა არ მიყვარს, უფრო ვალბობ და იმ წყალს. ამასობაში მე თან რაღაცა უნდა გაჩვენოთ, ქალბატონო მანანა, ამაზე უარს ვერ გიტყვით, იმიტომ რომ წელიწადში ერთხელ არის ასეთი პერიოდი. გუდვილი უკვე 22 წელი აქვს თავაზობს და გვანებივრებს პასკების მრავალფეროვანი ასორტიმენტით. გუდვილში პასკები მზადდება უმაღლესი ხარისხის ნედლეულით, არის ნოტიო და ჰაეროვანი. გუდვილში დაგხვდებათ ქართული ტრადიციული პასკების დიდი არჩევანი, როგორიცაა პასკა ქიშმიშით და უკიშმიშოთ, შაქრის ფხვნილით, პასკა ცუკატებით. პასკები ხელმისაწვდომია როგორც ფილიალებში, ასევე ონლაინ მაღაზიაში goodwill.g. კულინარიული რუბრიკის სპონსორია Goodwill. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის. ოხ რა გემრიელობა იყო, რაღაცის თქმა გნებავდათ და გითხარით. ცილა, აი აქ ცილის სახით გვაქვს ლობიო, მაგრამ ცოტა უფრო რო გავამდიდროთ კიდე უფრო ცილით, რადგან მას იმდენი ცილა არ აქვს, რამდენიც ხორცი. ცოტა თხილეული დავამატოთ სალატს. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ აი ესეთია ჯანსაღი გემრიელი 40+ და 40- სადილით და უსმენთ რატომაც არა. უღრმეს მადლობა თქვენ იმ რეკომენდაციებისთვის და რჩევებისთვის. მადლობა რომ დილა ჩვენთან ერთად გაატარეთ თქვენს ქალბატონო მანანა, ლიკას, ჩვენს თავისთავად ჩვენმა მაყურებლებმა. ყველამე დაგემშვიდობებით. ნახვამდის ბედნიერი დღე. ბედნიერი დღე.